დღეს ჩვენს პატარა ბიზნესზე მოგიყვებით, რომელიც ჩემმა შვილმა წამოიწყო. გამარჯობა, ჩვენ ვართ დედაშვილი თამარი და მარიამი. პატარაობიდან უნდოდა, აინტერესებდა სამკაულების დამზადება, უყვარს ძალიან ხატვა და მუდამ ცდილობდა, რომ მისთვის გვეყიდა აი საგალანტერიო აქსესუარები და ეხლა ამბობს, რომ სულ მინდოდა, რომ შენც დაინტერესებულიყავი ამ საქმიანობით, რომ მეტი მასალა გეყიდა ჩემთვის. გამოუვიდა. მართალია მე სულ სხვა პროფესიის ვარ, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს ამ რაღაცების კეთება, რომ დიდი სიამოვნებით უკვე ერთად ვაკეთებთ. მე მგონი გამოგვდის. ვარ 10 წლის, სამკაულების დამზადებას 5 წლიდან შევდექი, მაგრამ სერიოზულად უკვე 8 წლიდან ვამზადებ. 5 წლიდან აი ვაკეთებდი ძალიან უბრალო სამკაულებს, მინდოდა რომ მქონოდა ჩემი გვერდი, რომ ეს სამკაულები გამეყიდა და ჩემი გვერდი შეუქმნი დაახლოებით როდესაც ვიყავი 8 წლის. ბისერებით ვაკეთებდი, ჩვეულებრივი ბისერებით და ეხლა ვიყენებ უფრო მარგალიტებს, უფრო კრისტალებს ურჩუშის მონაწილეობას ვიღებ გამოფენებში და ეს ძალიან მეხმარება განვითარებაში. იმასთან ჩემი კლასელებს ჩუქნი ხოლმე ჩემ მეგობრებს და დედაჩემსაც ძალიან ჩემ მშობლებსაც ძალიან მოსწონთ. ჩემი ძმაც აკეთებს ხოლმე ყელსაბამებს კრისტალებისგან ჭვიალ ბისერებისგან და შემდეგ მე მაძლევს რომ აი გაიკეთეო და მეხმარება. თავად გააკეთა გვერდი. ლოგოც თვითონ დაამზადა კანვაში. ვყიდით ჩვენს ხელნაკეთებს და ამით თანდათან ვითარდებით. ჩემს გვერდს ქვია მილინი, ჩემი ხაზი. გამოფენა გაყიდვებში აქტიურად ღებულობთ მონაწილეობას, რომელიც სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ არის ორგანიზებული აფხაზეთის პალატას გულისხმობ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის? გამოფენებში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს საშუალება უფრო ფართო აუდიტორიას მივწვდეთ, გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია, შემდეგ უფრო ამითი განავითაროთ ჩვენი საქმიანობა. გვაქვს კომუნიკაცია სხვა აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ეს უფრო დაგვეხმარება იმაში, რომ სამომავლოდ ამ ურთიერთობებით კომუნიკაციით უფრო გავფართოვდეთ, გავიზარდოთ. რას ეთქვით დამწყებ მეწარმეებს, პატარებს, მშობლებს, ვისაც შეიძლება ეს არასერიოზული გონია, მაგრამ შეიძლება საყვარელი საქმე გახდეს და პლუს დამატებითი ფინანსური სარგებელიც მიიღონ. სამკაულების კეთება და ზოგადად ხელოვნება ძალიან კარგია ბავშვების განვითარებისთვის და თუნდაც რომ თავიდან არ გამოუვიდეთ ისე როგორც საჭიროა, არ უთხრან რომ ცუდია, პირიქით სტიმული მისცენ, წაახალისონ და ეს მე ისეთი რაღაცაა, რომ ბავშვი უფრო და უფრო მონდომებული ხდება და ნელ-ნელა უფრო უკეთესი და უკეთესი გამოსდის ხოლმე. შენ ასე თქვი მარიამ, შენს თანატოლებს. რომ მაინც სად უნდა გამოვიდეს.